როგორც ცდილობდა USAID პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების მოხდენას, არამიზნობრივად დახარჯული კოლოსალური თანხები და სხვადასხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარავის ფაქტები. ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის სკანდალთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე ალაპარაკდა. მხოლოდ საქართველოში USAID-მა $15 მილიონ მეტი არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნითა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობებზე დახარჯა. დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს იმასაც, რომ შტატების მთავრობისგან დაფინანსებული სააგენტო ამერიკის არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას ცდილობდა. USAID-ის შემდეგ მხილების პროცესში ამერიკის დემოკრატიის ეროვნულ ფონდამდეც მივიდა, რომელსაც თაღლითობასა და კორუფციაში შეადანაშაულებენ. მძიმე ბრალდებების შემდეგ ნეტს დაფინანსებად შეუწყვეტეს. თემასთან დაკავშირებით უფრო მეც ქეთი მამრიკიშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ქეთი, გისმენთ. ამერიკული გამოცემა The Free Press-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის დემოკრატიის ეროვნულ ფონდს დაფინანსება შეუჩერა. ამ გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა ელონ მასკის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის ნეტს თაღლითობასა და კორუფციაში ადანაშაულებდა. ნეტის მხრიდან საქართველოში NGO-ების გავლით რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე თბილისში უკვე დიდი ხანია საუბრობენ. სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად ნედი და არც მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არ ასაჯარო თუ რაში იხარჯებოდა გრანტები. ამ ფონზე კი ქართული ოცნება გამჭვირვალობის კანონის მნიშვნელობაზე მიუთითებს. USAID-ისგან განსხვავებით, რომელსაც გამჭვირვალობის რაღაც ხარისხი მაინც ჰქონდა, ნედი იყო სრულიად გაუმჭვირვალე და პირდაპირ ფაქტობრივად მისი აქტივები იყო ფარული ოპერაციული ჩარევები საქართველოში უპირველეს ყოვლისა, მაგრამ სხვა ქვეყნებში. ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესაც მათ ხელმძღვანელობასთან არაერთხელ ჰქონდა შეხვედრა, არაერთხელ მე პირადადაც არაერთხელ მოგვითხოვია ამ ადამიანებისგან გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ გაგვეგო რეალურად რაში იხარჯებოდა, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვიგებდით Facebook-იდან, სხვა სოციალური ქსელებიდან, რასაც ჩვენ ვიგებდით, იყო ის, რომ მათი საქმიანობა პირდაპირ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა და იმსახურებოდა, რაც პირდაპირ უკანონო საქმიანობა ნებისმიერი კანონმდებლობით. იგივეს, რასაც ჩვენ საუბრობს უკვე პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია ამერიკაში, პირველი სამიზნე იყო USAID, რომელიც $10 მილიარდ ხარჯავდა ამ მიმართულებით და მეორე აღმოჩნდა ნედი, რომელიც ასევე $100 მილიონ ხარჯავდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საქართველოში აფინანსებდა რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს, ამიტომ რა თქმა უნდა ასეთი დაფინანსების შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მხოლოდ საქართველოს არამედ ბევრი ქვეყნის ნებისმიერი ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ზუსტადაც რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს უთხრიდნენ ძირს და ამერიკის რეპუტაციას აყენებდნენ ზიანს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო დასუსტდება ესეთი ფარული ორგანიზაციები და არიარსებებს, მით უფრო გაძლიერდება, რასაკვირველია, იმის შესაძლებლობა თუნდაც რომ და იმის საწინდარი, რომ ის გადათვლის პოლიტიკა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყოს, უკვე ახლოვდება. შეგრძნება გვაქვს ესეთი, რომ ჩვენს მიერ დაწერილი წერილები და გაკეთებული კომენტარები გრძელდება შეერთებულ შტატების პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის მხრიდან. ჯერ იყო USAID-თან დაკავშირებით და რასაც ჩვენ ვამბობდით, უფრო მაღალი ხარისხის სიხისტით დაადასტურა ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა. ეხლა ნედთან დაკავშირებითაც არაერთხელ ჰქონდა ჩვენ კრიტიკული მოსაზრება, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს არაერთხელ ჰქონდა თუ წერილი, თუ შეხვედრა, რომ არასწორი იყო ასეთი ტიპის დაფინანსებები ნედიდან საქართველოს. ვგებულობთ, რომ დიახ, ეს არის არასწორი მიმართულება, რასაც ნედი ახორციელებდა სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. USAID-თან დაკავშირებით კი ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შტატების ახალ ადმინისტრაციაში უკვე ღიად ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ სააგენტო სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ერეოდა და ზემოქმედების მოხდენას ცდილობდა. USAID-ის მხრიდან საქართველოში არჩევნებში ჩარევებზე უკვე დიდი ხანია მიუთითებენ თბილისშიც. რას ამბობს სახელმწიფო გუნდი და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი სააგენტოსთან დაკავშირებით, ნახეთ სიუჟეტში. USAID-ის გარშემო სკანდალი ახალ ფაზაში გადადის, როგორც ცდილობდა ამერიკის განვითარების სააგენტო სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებში ზემოქმედების მოხდენას. შტატების ახალი ადმინისტრაცია სააგენტოს საქმიანობის შესახებ ახალ დეტალებზე საუბრობს. დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ USAID-ის მხრიდან ადგილი ჰქონოდა 2024 წლის ამერიკის არჩევნებზე ჩარევის მცდელობებსაც. USAID-ის შესაძლოა ჰქონოდა როლი, თუმცა შედეგები იმდენად მასშტაბური იყო, რომ მისი გაყალბება
გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა. USAID-ის მხრიდან რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე საუბრობს ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი. რიჩარდ გრენელი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების ფონდის პროგრამები ისეთი ადამიანებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებიც ვოუკიზმს არ წარმოადგენდნენ. ბაიდენის გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების გადასახადების გადახდელთა ფულს მემარცხენე პროგრამებისა და მთელ მსოფლიოში კანდიდატების მხარდაჭერაში ხარჯავდა. კონსერვატორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავდასხმის ობიექტები იყვნენ. რუმინეთი უახლესი მაგალითია. სააგენტო საქმიანობასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა კონგრესშიც. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თაღლითური არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით სააგენტო ამერიკელების თანხებს ფლანგავდა. ამერიკელი კანონმდებლების თქმით, USAID-მა შტატების მოსახლეობის ნდობა დაკარგა. ეს სააგენტო ძარცვავდა ხალხს თაღლითური არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით. ჩემი მემარცხენე კოლეგები ითხოვენ, რომ ეს პროგრამები გაგრძელდეს ამერიკელი ხალხის კუთვნილი მილიონების ფლანგვა. აქ მხოლოდ USAID-ის პროგრამების შინაარსი არაა პრობლემური, არამედ ეს სააგენტო ძარცვავდა ხალხს თაღლითური არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით. USAID-მა უღალატა ხალხს და მემარცხენეების მხრიდან არ იქნება მართებული, რომ ამ ღალატზე თვალი დახუჭონ. არსებობს ასეთი პიროვნება მაიკლ ბენცი, რომელმაც USAID-ის არაერთი ფარული საქმიანობა გამოავლინა და ყველაფერი, რასაც საუბრობდა, სიმართლე აღმოჩნდა. მაგალითად, 2021 წელს გენერალ მარკ მილის უწყებამ შეიმუშავა ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ეთანამშრომლა სამხედრო დანაყოფებს USAID-თან უცხო ქვეყნებში რასობრივი ამბოხების და დესტაბილიზაციის მიზნით. მე არ ვფიქრობ, რომ ამერიკელი ხალხის ფული ამაში უნდა იხარჯებოდეს. ასევე ირკვევა, რომ ფინანსდებოდა დეზინფორმაციის კამპანიები. კონგრესმენი თომას მასიკი სოციალურ ქსელში სააგენტოსთან დაკავშირებით კიდევ ერთ ინფორმაციას ავრცელებს. ირკვევა, რომ სააგენტომ დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იმპიჩმენტის კამპანია დააფინანსა. USAID აფინანსებდა ორგანიზაციას, რომელმაც გააყალბა მტკიცებულებები, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის დროს გამოიყენეს. Deep State ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ, მაგრამ როცა ის გადასახადების გადახდელთა ფულს ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ იყენებს, ეს ღალატი არ არის. USAID-ის მხრიდან საქართველოში არჩევნებში ჩარევებზე მიუთითებენ თბილისშიც. სახელმწიფო პარტიაში იხსენებენ, თუ როგორ ცდილობდა სააგენტო ენჯოების გავლით პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას. კანონმდებლების თქმით, სააგენტო, რომლის მთავარი მიზანიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება უნდა ყოფილიყო, რეალურად სწორედ ამ პრინციპებს აზიანებდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში 41 მილიონი დოლარი ორი პროექტის პარალელში დახარჯა USAID-მა, რითაც ფინანსდებოდა ოპოზიციური პარტიების საარჩევნო შეხვედრები, ფინანსდებოდნენ ის მედიები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკას ატარებდნენ. ერთის მხრივ, როდესაც შენ გაქვს ვითომ შფოთვები, რომ თურმე რაღაც ხდება დემოკრატიის თუ კანონის უზენაესობის ნაწილში, მაგრამ მეორე ხელით პირდაპირ ამ ფარულად აფინანსებ იმას, რომ ძირი გამოუთხარონ ამ საქმიანობას, შეუტიონ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაქსიმალურად შეარყიონ საზოგადოებრივი ინსტიტუტები და დააზიანონ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი გულწრფელი საუბრებზე ლაპარაკი ზედმეტია, ეს ერთი და მეორე მხრივ აუცილებელია ძალიან მკაფიო რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. USAID-მა იცოდა ერთი თვის განმავლობაში, რომ სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლები იყო გაყალბებული და მხოლოდ 11 დეკემბერს გააჟღერეს ეს ფაქტი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გააჟღერდა ეს ფაქტი, ამის მერეც წინა ამერიკის ელჩმა პირდაპირ თქვა სამართლიან არჩევნებზე, რომელმაც გააყალბა პარალელური დათვლები, რომ ეს ყოფილა სანდოობით სავსე ორგანიზაცია. აი წარმოიდგინეთ, რას აფინანსებდა USAID. კორუმპირებული და არაკომპეტენტური, ასეთია დონალდ ტრამპის შეფასება USAID-თან დაკავშირებით, რომელმაც თანამდებობის დაკავებისთანავე 90 დღით სხვა ქვეყნებისთვის საერთაშორისო დახმარების, მათ შორის USAID-ის ფინანსები გაყინა. ტრამპის ადმინისტრაცია სააგენტოს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამ დრომდე დახურულია USAID-ის ყველა მისია საზღვარგარეთ, ხოლო პერსონალს შტატებში აბრუნებენ. ვაშინგტონში სააგენტოს შენობიდან აბრას ჩამოხსნეს.